თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკებს იდეიდან საქმემდე, განათლების გზამკვლევი და გაფილტრა. ის რაც დღეს მიუღწეველი გონია, ხოლ შეიძლება შენი წარმატების საწინდარი გახდეს. რუბრიკაში იდეიდან საქმემდე ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებმაც მათი იდეა რეალურ საქმედ აქციეს. გაგუცანი ჩვენ ხართ. გამარჯობა, მე ვარ მარია მიველაშვილი. პროფესიით ვარ ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი და სულ ახლახანს რამდენიმე თვის წინ გავხდი, ასე ვთქვათ, რესტორატორი, მცირე მეწარმე. დავიწყე პატარა რესტორნის მართვა. რატომ გადაწყვეტეთ ამ სფეროში საქმის წამოწყება? საერთოდ ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მქონოდა რაღაცა პატარა კაფე ან რესტორანი ან ბარი, რაღაცა ამ სტილის, ამ სფეროს საქმიანობებში ჩავრთულიყავი ესე პირდაპირ მნიშვნელობით. როგორ დაგეხმარათ თქვენი პირველადი პროფესია ფსიქოლოგია ამ ბიზნესში წარმატების მისაღწევად? ყველანაირად დამეხმარა, მინდა ვთქვა. იმ მხრივ რომ საკმაოდ რთული არის დასაწყის ეტაპზე ასეთ ტიპის ბიზნესის დაწყება და წამოწყება და ასე ვთქვათ დასტარტვა. შესაბამისად გჭირდება ძალიან დიდი ნებისყოფა, ძალიან დიდი მოთმინება, ძალიან დიდი ასე ვთქვათ საკუთარი თავის მხარდაჭერის უნარი, გჭირდება ემპათიის უნარი, სხვა ადამიანების გაგების მოსვენის უნარი, მოკლედ ძალიან დამეხმარა საერთოდ ფსიქოლოგია ესეთი პროფესია, რომ მე მგონი მეორადად ესე ყველა სფეროში და ყველა პროფესიაში შეიძლება რომ დაეხმაროს ნებისმიერ ადამიანს. რამდენად რთულია ჩვენს რეგიონში ამ საქმეში რაღაც სტარტაპის დაწყება? ძალიან რთული არის ჩვენს რეგიონში. სხვა ტიპის სტარტაპის გამოცდილება აქამდე არ მქონია. ამ სფეროში, ეს სარესტორნო სფეროში ძალიან რთული არის, იმიტომ რომ რთულად იღებს ბენ ადამიანების სიახლეებს ეს ერთი საკითხი არის და მეორე მხრივ ის რომ ძალიან ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც საჭიროებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ ჩართულობას, უფრო მეტ დაინტერესებას იმისთვის, რომ ბიზნესმა იფუნქციონიროს. ძალიან ბევრი საკითხია, სადაც სჭირდება დასაწყის ეტაპზე ბიზნეს ხელშეწყობა და მხარდაჭერა და კი არის რაღაც გარკვეული თუნდაც ის რაღაცა, რომ თავიდან რაღაცა მცირე ბიზნესის სტატუსით იწყებდა, ბევრი შეღავათები აქვს ამას, თუმცა მაინც ძალიან ბევრი სირთულე არის ამ მიმართულებით. და ყველაზე დიდი სირთულე მაინც? ყველაზე დიდი სირთულე არის ვფიქრობ საზოგადოების ბამდე მიტანა ამბის მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელების ეპოქაში ვცხოვრობ და ძალიან ბევრი არხი გვაქვს ამისთვის, რომ მივიტანოთ ადამიანებამდე ჩვენი სათქმელი, მაინც რთული აღმოჩნდა ჩვენთვის რატომღაც, გარდა მაგისა ამ უშუალოდ ამ ობიექტზე მანამ ჩვენ ვიქირავებდით მანამდე სხვა რესტორანი ფუნქციონირებდა და აი ეს გადასვლა და რაღაცა სხვა ტიპის მომსახურება იქნება ეს თუ კერძები ამისი შეთავაზება ადამიანებისთვის ესეც რთული აღმოჩნდა. მოდიან ადამიანები და კითხულობენ რომ რაღაცა ახალია, რაღაცა სხვა არის, ადრე ვიყავით და სხვა რაღაცა იყო. აი ეს მომენტი გვაქვს კი და გარდა მაგისა ბევრი კიდე სხვა საკითხი და პრობლემა არსებობს, რასაც ვცდილობთ ყოველდღურად რომ გავუმკლავდეთ. რას თავაზობთ მომხმარებელს და რა არის განსხვავებული თქვენი? ჩვენ მომხმარებელთ, ესე იგი დავიწყებ იქიდან, რომ საიდან გაჩნდა ამ ოცნება, საიდან იქცა იდეათ და როგორ მოხდა ამის განხორციელება. ძალიან დაკავებული რეჟიმი მქონდა აქამდე და ეხლა კიდევ უფრო დამემატა ხო და ძახშად მიწოდა ან სტუმრების მიღება, გამასპინძლება და დავდიოდი სხვადასხვა რესტორნებში. და აი ის
ის ასე ვთქვათ თუნდაც მომსახურება, თუნდაც ის საკვები, რასაც ველოდით და რაც გვინდოდა რომ მიგვეღო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მოგზაურობ, ძალიან ხშირად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დავდივართ, სხვადასხვა ქვეყნებში და კარგად შეგვიძლია დავინახოთ რა არის თუნდაც კარგი და რა ცუდი, რა არის მაღალი ხარისხის და რა არა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცოტა არის სამცხე-ჯავახეთში მაღალი ხარისხის როგორც კვების სფეროში, ანუ როგორც პროდუქციის წარმოების სფეროში, ისე მომსახურების სფეროში ძალიან ბევრი ხარვეზი და ბევრი პრობლემა დავინახეთ, მაგიდან გამომდინარეც და იქიდან გამომდინარეც, რომ რატომაც არ უნდა იყოს ახალციხეშიც ისეთი ობიექტები, კვების ობიექტები, რესტორნები, სადაც ადამიანები მიიღებენ ყველანაირად მაქსიმალურად სიამოვნებას, როგორც კერძებისგან, ისე მომსახურებისგან. და აქედან წამოვიდა დაიბადა ეს იდეა, რომ ხომ არ გავაკეთოთ ისეთი, როგორც ჩვენც მოგვეწონება და ისეთ ადამიანებს, ვინც აფასოს მაღალ სტანდარტს ამ მიმართულებაში და ძალიან მალევე დავიწყეთ ამისი ასე ვთქვათ დასტარტვა და ამ ობიექტზე დავიწყეთ დასტარტვა. შემდეგ უკვე ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე გავფართოვდებით და კიდე სხვა მიზნებს მოკლედ ვისახავთ, რომელსაც უახლოეს მომავალში ალბათ დავაანონსებთ და გაიგებს ფართო საზოგადოება. როგორია ერთი რუტინული დღე მიწარმოსთვის? არ ვკითხოთ. ეგ არ ვკითხოთ. ჩვენ თანამშრომლები ვიყურებენ იქიდან და იცინიან. ერთი რუტინული დღე ჩემთვის ახლა ამ პერიოდში, როცა ძალიან ბევრი სირთულის წინაშე ვდგავართ ყველანაირად გამოწვევების წინაშე, იმიტომ რომ ეს ახალად იწყება და ახალ ყოველდღიურად მიწევს ბაზარში წასვლა ყოველ დილით. გარდა ან მანამდე ბავშვები მყავს, დილით რო ავდგები ბავშვებთან ვატარებ 1-2 საათს, ბავშვებს ვუვლი და მე ყველას თავის საქმეზე ვანაწილებ, პატარას ძიძასთან უფროს თვითონ არის ძიძა ძაღლის და იმასთან სამი ბავშვი მყავს, ესე გამოდის. მე მივდივარ ბაზარში, ბაზრიდან მე მოვდივარ აქ და აქ კიდე ხშირად ბევრი საქმეა გასაკეთებელი, საბუთების საკითხი, სხვადასხვა საკითხი. ხანდახან ისიც მიწევს ხარბელს სამზარეულოში შევიდე ამ ეტაპზე. გარდა მაგისა პარალელურ რეჟიმში ფსიქოთერაპიაში ვარ ისევ, მუშაობ ჩემ პროფესიით ონლაინ მუშაობ ძირითადად და ეგ ძალიან მეხმარება რომ ონლაინ ვარ, თუმცა აქ ადგილობრივ დონეზეც არის ხოლმე ასე ვთქვათ ჩაწერები და ადგილობრივ დონეზეც ვიღებ პაციენტებს, ამ მიმართულებითაც მუშაობ. მე ესე იგი თუ აქ რაღაცა ისეთია წვეულება, დაბადების დღე რაღაცა მიწევს გვიანობამდე ყოფნა 3 საათამდე, 4 საათამდე მე მივდივარ სახლში ბავშვები დაძინებული მხდება უკვე და მეორე დღეს კიდე ესე იწყება. თუ არა დავახერხებ რომ ცოტა ადრე გამთავისუფლდე და გავიდე აქედან რესტორნიდან, მაშინ მაგ შემთხვევაში საღამოს ბავშვთან ერთად ვატარებ ხოლმე და ვაძინებ ასე ხომ ცოტა რთულად არის ახლა საქმე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც უნდა იყოს, სხვანაირად არ ვიცი, როგორ უნდა იყოს. სხვანაირად მე ვერ მოვიფიქრე, როგორ უნდა იყოს. რას ურჩევდი სტარტაპებს? სტარტაპებს ვურჩევდი, რომ როცა სტარტაპს აქვს დასტარტვის მომენტი და დასტარტვის პროცესი და ეს შეიძლება გაგრძელდეს რაღაც 3 თვიდან 2 წლამდე, ვურჩევდი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ყველა რესურსი მიმართონ და გამოიყენონ იმისთვის, რომ არ გაჩერდნენ, არ დასტოპდნენ. იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მქონდა მე პირადად მაგისი სურვილი, რომ მოდი რა ახლა გავჩერდები და დავასრულებ აქ ყველაფერს, მაგრამ გარდა მაგისა, დიდი ისიც აქვს, რა ქვია, დრაივიც აქვს ამ საქმეს, რომ რას ქვია არ გამოვიდეს. შეიძლება პიროვნებაზეც იყოს აქ დამოკიდებული, მაგრამ რას ქვია, რომ რაღაცა არ გამოვიდა ისე როგორც გინდა და ეგ, მაგრამ არის მომენტები, რომ მართლა ხშირად ყოფილა ესეთი მომენტი, რომ არ გამოდის რა და всё უნდა და გავაჩერო ყველაფერი. და არ გამიკეთებია ეგ მithქოს ჩემ თავის რომ ახლა ამ მომენტში ეგ არ უნდა გააკეთო, არ შეიძლება. თან ჩემი პარტნიორი არის ესეთი რომ რო უთხრა რომ ხა აქ უნდა გავჩერდე, მეტყვის რომ შანსია რა, აი შანსია რა. რო უკუდებოდე ამ წელს და წავმაყენებს და ისე გავაგრძელებთ საქმეს. მეც შესაბამისად იმასთან მიმართებაში. ხო და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ უნდა გაჩერდე. არ უნდა გაჩერდე და აუცილებლად გამოჩნდება გზები, რითიც
ყველა პრობლემას ეტაპობრივად მოვაგვარებთ. ერთ დღეს შეიძლება ყველა პრობლემა ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. მადლობა თქვენს. რას თავაზობთ, ხო? მოკლედ ახალციხის და სრულად სამცხე ჯავახეთს თავაზობთ ქართულ, მოდერნიზებულ და იტალიურ სამზარეულოს. ძალიან საინტერესო ტანდემი გამოდის, იმიტომ რომ ქართული კერძების მოთხოვნა ყოველთვის არის და იქნება როგორც ქართველებში, ისე ტურისტებში და ეს იტალიურ სამზარეულოს ძალიან რაღაცები ძალიან გავს ჩვენს გემოებს და არომატებს და ძალიან გვიყვარს ქართველებს იტალიური სამზარეულო. მე პირადად ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრი ადამიანი ვინც შემოდის და კითხულობს და მიირთმევს და უკვირთ პირველ რიგში და ძალიან მოსწონთ იტალიური სამზარეულო და კერძები. თავაზობთ ზღვის პროდუქტების დამზადებულ სხვადასხვა კერძებს, თავაზობთ იტალიურ რიზოტოს, რომელიც სხვაგან მე მგონი არც კეთდება აქ, თავაზობთ პასტებს, იტალიურ პასტებს, თავისი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, соусებით, ეს არის კარბონარას, პასტა კარბონარა, კანელონი და თავაზობთ ზღვის პროდუქტები და 4 ყველით. მოგვაქვს იტალიური ყველი, ასეთი ყველი მოგვაქვს თბილისიდან, ძირითადად მარაგებს ვაკეთებთ თბილისიდან. და რამდენჯერმე იყო ეგეთი სიტუაცია, რომ ხმარება გითხრა მაგალითად კაბაბზე, რომ კაბაბში პური ერევა და ჩვენ არ ურავთ კაბაბში პურს, მე თვითონ პირადად როგორც ვახსენე, სამზარეულოში ხშირად მიწევს ყოფნა და არანაირი პურს არ ურავთ მაგალითად კაბაბში. მე სახში ურავდი ხოლმე და შეფს ვეკითხები, რომ პურს არ ურავ, ანუ რაღაცა წვანილებს რო ჩამოატარებ, პური არ უნდა და არ უნდა პური. ხო, რაც კეთდება მაგალითად ხაჭაპურები და ის ყველით, ხო? აბსოლუტურად სუფთა ნატურალური შემოწმებული ყველი მომაქვს მე თვითონ პირადად და ესეთი ყველით კეთდება არაბნაირ დანამატებს არ უკეთებთ იმისთვის რომ გაბევრდეს რაღაცა უფრო მოგებაში წაგვიყვანს ამასთანავ შემოსავლების სამსახური იყო და ეს კითხვები დამისვეს და თქვენო მოგებაზე ვერ გახალთ ვერად დროსო მითხრა ხო ანუ მირჩევნია რომ ჯერ ამ ეტაპზე მოგებაზე არ გავიდე და მირჩევნია რომ ადამიანებმა მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება და მე ეტაპობრივად კერძების ნაირსახეობასაც დავამატებ და მე ეს გაგვიყვანს მოგებაზე ვიდრე გავაფუჭოთ და უხარისხო საჭმელი შევთავაზოთ ესეთი სტრატეგია გვაქვს მოკლედ და ამას ეს არ შეიძლება რაც არ უნდა მოხდეს მოკლედ ეს არ შეიძლება მთავარი ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რისთვისაც დავიწყეთ ეგ არის რისთვისაც გადავწყვეტეთ რა იდეაც გქონდა და რა სტრატეგიაც რისთვისაც გავაკეთეთ ეს ყველაფერი ეგ არის რომ ჯანსაღი საჭმელი გვინდა რომ ჩვენს ვჭამოთ და სხვებსაც ვაჭამოთ რუბრიკაში განათლების გზამკვლევი გაგაცნობთ ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მედიატურზე, ეს არის ორდღიანი მედიატური, რომელიც სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში იქნება ორგანიზებული. პროექტის ფარგლებში, რომელიც ასევე ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, ინკლუზიური პოსტ-კოვიდ მწვანე აღდგენისათვის. პროექტი 2022 წელს დაიწყო. ორივე რეგიონში მიმდინარეობს 2025 წლის ბოლოს დასრულდება და მიზნად ისახავდა სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას სოციალური სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით. რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა პროექტი. ერთი კომპონენტი იყო სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და ეს სამოქალაქო სექტორი ფართო კუთხით იყო აღებული, არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არამედ ასევე ახალგაზრდების, ქალების გაძლიერება მოიაზრებოდა, როგორც თემატური ინფორმაციის მიწოდების კუთხით, ასევე ვაძლევდით მათ შესაძლებლობას ადგილებზე განეხორციელებინათ ინიციატივები, რომლებიც ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაზე იქნებოდა ორიენტირებული. მეორე კომპონენტი მოიაზრებდა გარკვეული ტიპის
მექანიზმების შექმნას, რომელიც დიალოგს შეუწყობდა ხელს, რათა სოციალურ სერვისების სექტორში არსებული პრობლემების გადაჭრა მომხდარიყო ერთობლივად თანამონაწილეობრივი მიდგომებით. ამ კომპონენტის ფარგლებში შემუშავდა 5 სოციალური სერვისი 2 რეგიონის ფარგლებში და ეს სერვისები, ასე ვთქვათ, დაფინანსებულია ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების, სამიზნე მუნიციპალიტეტების მიერ და სხვადასხვა ეტაპზეა განვითარების. მესამე კომპონენტი იყო ფინანსური მექანიზმები, ეგრეთ წოდებული საგრანტო კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავდა უშუალოდ ადგილებზე სხვადასხვა ტიპის ინტერვენციების განხორციელებას იმისათვის, რათა სხვადასხვა პრობლემები, რომელიც სოციალურ სერვისებზე იყო ორიენტირებული იქნებოდა ეს ხარისხთან დაკავშირებით თუ ხელმისაწვდომობის კუთხით მათი გადაჭრა მომხდარიყო. დღევანდელი მედიატური ემსახურება მიზნად სწორედ იმას, რომ ადგილებზე რა ინიციატივებიც იქნა განხორციელებული და დაახლოებით 20-მდე ასე ეგრეთ წოდებული საგრანტო ინიციატივა იყო განხორციელებული და მათი ასე ვთქვათ გაშუქება გვინდა მედიის საშუალებით. დღეს როგორც არასდროს ყველაზე მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ რა ინიციატივები და რა კონკრეტული პრობლემების გადაჭრა ხდება ევროკავშირის მხარდაჭერით. აქ არის საუბარი ისეთ პრობლემებზე და ისეთ პროექტებზე, როგორიც არის 60+ ადამიანებისათვის დღის ცენტრის შექმნა ახალციხის მუნიციპალიტეტში, რომელიც ხანდაზმულ პირებს საშუალებას აძლევს სოციუმში ინტეგრირდნენ და მიიღონ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ იურიდიული მხარდაჭერა და ასევე თავისი ასაკის ხალხთან ჰქონდეთ შესაძლებლობა იურთიერთონ და იყვნენ სოციალურად აქტიურები. ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ისეთი პროექტი, რომელიც მიმართულია აუტიზმის დროულ იდენტიფიცირებაზე. 22 ბაღის 50 პერსონალი იყო გადამზადებული იმისათვის, რათა მათ ჰქონოდათ ინფორმაცია აუტიზმის ადრეული ნიშნების ამოცნობაზე და ამ ტიპის ბავშვებთან მუშაობაზე და რაც მთავარია ზოგადად აუტიზმის მიმართ სპექტრის მოხსნაზე. ძალიან ბევრი მუშაობა ჩატარდა პროექტის ფარგლებში მშობლებთან ამ მიმართულებით. ასევე მოხდა ამ 22 ბაღის აღჭურვა სპეციალური სათამაშოებით, რაც შესაძლებლობას მისცემს პედაგოგებს სწორედ იმუშაონ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან. მესამე პროექტი ეს იყო გამოყენებით ქცევის თერაპიაზე დაფუძნებული სერვისის ეფექტიანობის გაზრდა. აქაც მშობლებთან მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა. ბენეფიციარებისათვის შეიქმნა ინდივიდუალური განვითარების გეგმები, რომელთა მიხედვით ხდებოდა მათთან მუშაობა, პერიოდული შეფასება და გეგმების გადახედვა და ადგილზე რაც მნიშვნელოვანია გადამზადა სუპერვაიზერი და ადგილზე ბენეფიციარები შეძლებენ ამ ტიპის ABA თერაპიის ეფექტიანი სერვისის მიღებას. ასევე ახალციხეში განხორციელდა მეოთხე პროექტი, რომელიც ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მიმართ იყო ორიენტირებული და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს აწვდიდა ინფორმაციას იმ სერვისებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობდა როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე და ასევე აწვდიდა კონსულტაციას თუ როგორ უნდა ემუშავათ როგორც მსხვერპლებთან, ისე პოტენციურ მსხვერპლებთან შემუშავდა გზამკვლევი, რომელიც პროექტის მიღმად შეუძლიათ გამოიყენონ ბენეფიციარებმა. ქვემო ქართლშიც საკმაოდ საინტერესო პროექტები განხორციელდა, როგორიც არის მაგალითად ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, პერსონალური ასისტენტების გადამზადება, ასევე ადრეული განვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება როგორც მშობლებისთვის, ისე პედაგოგებისთვის. ასევე ერთ-ერთი საინტერესო პროექტია მარნეულის მუნიციპალიტეტში საკვირაო სკოლის გახსნა, რომელიც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6-7 წლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ბავშვებს ქართული ენა შეისწავლონ როგორც მშობლიური ენა და ასევე ეს სკოლა ხელს შეუწყობს მათ სკოლისთვის მზაობის კუთხით სპეციალური მუშაობა იქნება ამ მიმართულებით იქ წარმართული. პროექტი მნიშვნელოვანი იყო რეგიონისთვის ორი მიმართულებით. ერთია რომ ახალი სერვისები შეიქმნა, რომლებიც ადგილებზე იყო საჭიროება, მაგრამ არ არსებობდა, მაგალითად 60+ ცენტრი
და მეორეს მხრივ არსებობდა სერვისი, მაგრამ სერვისზე არ იყო ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაში, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში. პროექტი აი ამ მიმართულებით მუშაობდა. შექმნა ახალი სერვისები ადგილებზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რიგ შემთხვევაში შეიძლება სერვისი იყოს, მაგრამ იყოს დედაქალაქში, დიდ ქალაქებში და როდესაც მსგავსი სერვისი სჭირდება ადგილზე სოფლის მცხოვრებს, მას ადგილზე უნდა ქონდეს ამ სერვისის მიღების საშუალება. ჩვენ შევქმნით სწორედ ესეთი კერები, შევქმნით ცენტრები, რომელიც საშუალებას მისცემს ბენეფიციერებს ადგილებზე მიიღონ სერვისები. და მიუხედავად იმისა, რომ პროექტი 2025 წელს სრულდება, რამდენიმე პროექტი გვაქვს ისეთი, რომელიც შემდგომშიც გააგრძელებს ფუნქციონირებას. მაგალითად 60+ ცენტრი. მის ბაზაზე შეიქმნება სოციალური საწარმო და იგივე სერვისის მიწოდებას ბენეფიციერებისათვის პროექტის შემდგომაც გააგრძელებს. იგივე ჩვენ ვახსენებთ ეს აუტიზმის სპექტრის მიმართულებით სკოლებში მუშაობა, ეს ინფორმაცია და ცოდნა უკვე და კომპეტენცია ბაღის მასწავლებლებს აქვთ და ამ მიმართულებით ისინი ჩვენ შემდგომაც დამოუკიდებლად გააგრძელებენ მუშაობას. ანუ ასე ვთქვათ, ევროკავშირმა საფუძველი ჩაუყარა ახალ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სადაც სიცარიელე იყო, ის სიცარიელები ამოავსო და ეხლა უკვე შემდგომში შეძლებენ უკვე სერვისის მიმწოდებლები ხარისხიანი სერვისის მიწოდებას. პროექტს სამწუხაროდ ძალიან რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. ბევრი ისეთი კანონი იყო მიღებული, რომელმაც გარკვეული ტიპის შეზღუდვები დაუწესა პროექტს. მე ვახსენე, რომ რამდენიმე სერვისი ჩვენ შევქმნით მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით. სამწუხაროდ შექმნილმა სიტუაციამ არ მოგვცა საშუალება, რომ მუნიციპალიტეტებს დავხმარებოდით უკვე ამ შექმნილი სერვისების განხორციელება შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. ასევე პრობლემა იყო ის, რომ რამდენიმე კანონი რაც მიიღო მთავრობამ, პარტნიორი დაგვაკარგინა. თავიდან პროექტი 4 ორგანიზაციის მიერ ხორციელდებოდა და დღეს მხოლოდ 2 ორგანიზაცია ახორციელებს. დანარჩენი პარტნიორები ლიკვიდაცია გამოაცხადეს, პროექტი დატოვეს და ამანაც რა თქმა უნდა ეფექტი იქონია და თავისი, ასე ვთქვათ, დაღი დაასხვა პროექტს. ძალიან გაგვიჭირდა ამ რთულ სიტუაციაში მუშაობა და ვფიქრობ, რომ მაქსიმუმი შეძლო ევროკავშირმა თავისი დაფინანსებით ამ შექმნილ სიტუაციაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ძალიან კარგი შედეგები დაადო. ბევრად მეტი შესაძლებელი იქნებოდა გაგვეკეთებინა სხვა სიტუაცია რო ყოფილიყო, მაგრამ არსებულმა სიტუაციამ დაგვაყენა ამ სიტუაციის წინაშე, რომ მხოლოდ 2 ორგანიზაცია ვაგრძელებთ მუშაობას და ვამთავრებთ უთხრა დავიწყეთ და ასევე პარტნიორებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს პროექტი თავიდან მე გითხარით, რომ პირველი კომპონენტი იყო სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა. 10 ორგანიზაცია იყო თავიდან შერჩეული 2 რეგიონში, ვისაც ვეხმარებოდით, როგორც ორგანიზაციული თვალსაზრისით, ასევე თემატური მიმართულებით და სამწუხაროდ იმ 10 ორგანიზაციიდან ძალიან ბევრი ორგანიზაცია დაიხურა და დღეს ვეღარ ახერხებს ფუნქციონირების გაგრძელებას და ეს ისევ და ისევ რეგიონზე აისახება. ცუდად ისევ და ისევ მოსახლეობა ვერ შეძლებს იმ სიკეთეების მიღებას, რა სიკეთეების მიღებაც იყო შესაძლებელი სხვადასხვა, არა მარტო ევროკავშირის, სხვადასხვა დონორების მხარდაჭერით სამოქალაქო სექტორის ჩართულებით. ადგილზე სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციები თუ არ იქნებიან, დონორები ისე ვერ შეძლებენ აქტივობების განხორციელებას. ცალკეული ინდივიდები მნიშვნელოვანია, მაგრამ ორგანიზაციული სტრუქტურის არსებობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეფექტიან და ხანგრძლივადიან შედეგზე გახვიდე. და ამიტომ ეს საფრთხე ადგილებზე არსებობს, რომ შეიძლება კიდევ უფრო ბევრი ორგანიზაცია დაიხუროს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი მედიატორიც ხო იმას ემსახურება, რომ გვინდა ვაჩვენოთ მოსახლეობას, რა სიკეთე, რა პრობლემების გადაჭრას ახდენს ევროკავშირი. აი მაგალითად ჩვენი კონკრეტული პროექტი რო ავიღოთ, ხო? თეთრი წყაროში შევქმნით ადრეული განვითარების დღის ცენტრი. ეს ცენტრი რომ არ ყოფილიყო იმ სერვისის მიღება, რაც განვითარების შეფერხების მქონე ბავშვს დასჭირდებოდა, ის უნდა წასულიყო თბილისში ან სხვა დიდ ქალაქში. ეს როგორც ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული, ისე სხვა სირთულეებთან. როდესაც სერვისზე ხელმისაწვდომობა რთულდება, შედეგიც ამ სერვისისგან იკლებს და ეხა ეს კონკრეტული პროექტია, ხო, რომელიც სოციალურ სერვისებზე იყო და ასეთი ძალიან ბევრი პროექტი აქვს, როგორც ევროკავშირის, ისე სხვა დონორებს, რომლებიც
ან კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე არიან მიმართულები, ან საცხოვრებელი პირობების და ზოგადად ცხოვრების გაუმჯობესებაზე და აი ამ სიკეთეები მოაკლდება ქვეყანას და მოაკლდება მოსახლეობას. იმედს ვიტოვებ, რომ დონორები ესე არ გავლენ და რაღაცა ფორმატით გააგრძელებენ მუშაობას, მაგრამ უდავოა, რომ საკმაოდ რთული იქნება უკვე რთულია, ხო, აი ბოლო 2 წელია საკმაოდ რთულია, სულ მუდმივად ადაპტირება გიწევს, რაღაცის ცვლილება გიწევს, როცა ეს რესურსი შეგეძლო უფრო ეფექტიანად მოგეხმარა კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე. ხო, აი ესეთი რაღაცეები აფერხებს, ართულებს, მაგრამ იმედია, აი ამ ფორმატით მაინც მოგვექცემა მუშაობის გაგრძელება. თუ არა და ნახავთ, მე უფრო გამოჩნდება ის პრობლემები და ის დახმარება, რასაც ევროკავშირი და სხვადასხვა დონორები ადგილებზე უწევდნენ. როდესაც არ გეხმარებიან, მე ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი დახმარება. მე იმედია, რომ აქამდე არ მივალთ, მაგრამ ნახოთ. რა გავლენას ახდენს ჩვენზე მედია? როგორ უნდა გავარჩიოთ სწორი და ცრუ ინფორმაცია? რას ნიშნავს იყო მედია წიგნიერი? ამ და მსგავს სხვა თემებზე ვისაუბრებთ რუბრიკაში გაფილტრე. გაფილტრე, იყავი ინფორმირებული და იქნები დაცული. მე ნინი გიქოშვილი ვარ, დღევანდელ გადაცემაში გეგვსურს ვისაუბროთ ინტერნეტ თაღლითობის, როგორც ხშირად უწოდებენ, სქემინგის შესახებ, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს არც თუ უმნიშვნელო ზიანი. დროის ხარჯვა, ემოციური დაძაბულობა, ფინანსური დანაკარგი, პირადი ინფორმაციის გამჟღავნება და მუდმივი დაუცველობის შეგრძნება. სქემერი ეს არის თაღლითი, რომელიც ინტერნეტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ცდილობს ადამიანების მოტყუებას, ძირითადად ფინანსური სარგებლის მისაღებად. მისი მიზანია ადამიანი მიიყვანოს იმ მდგომარეობამდე, რომ მან საკუთარი ნებით გაუმხილოს პირადი ან ფინანსური ინფორმაცია, ან პირდაპირ გადაუხადოს თანხა. თაღლითობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას ფიშინგი წარმოადგენს, რომლის მიზანი სწორედ პირადი და ფინანსური ინფორმაციების მოტყუებით მოპოვებაა. ბოლო პერიოდში თაღლითობის მიზნით შექმნილ Facebook გვერდებს მომხმარებლები სხვადასხვა გათამაშებითა თუ სამსახურის შეთავაზებებით შეცდომაში შეჰყავთ. თაღლითები ქმნიან ყალბ Facebook გვერდებს, რომელიც რეალური კომპანიის გვერდებს გავს. იყენებენ მის ლოგოს და ინფორმაციას, რათა მომხმარებლებს ნდობა გაუჩინონ. შემდეგ კი ცრუ გათამაშებებით ცდილობენ მათ მოტყუებას. თითქოს მათ ძალიან დაბალ ფასად შეუძლიათ პროდუქტის შეძენა. ამის შემდეგ მომხმარებლებს თავაზობენ შეკვეთის განთავსებას ან გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას. ითხოვენ მის პირად მონაცემებს, მათ შორის საბანკო ბარათის დეტალებს. საბოლოოდ შესაძლებელია, რომ ბარათიდან თანხა ჩამოგაჭრან ან მიღებული ინფორმაცია სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოიყენონ. ფიშინგის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას ასევე წარმოადგენს ელფოსტით ან SMS-ით მიღებული ინფორმაცია თქვენი შორეული ნათესავის გარდაცვალების შესახებ, რომელმაც სავარაუდოდ მემკვიდრეობა ან გარკვეული თანხა დაგიტოვათ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შეტყობინების არარეალობის ამოცნობა ერთი შეხედვითაც ადვილია, რადგან ხშირად გაუმართავიანითაა დაწერილი, ზოგიერთი ადამიანი მაინც იჯერებს მას და ხდება მისი მსხვერპლი. თაღლითობის მაგალითია ასევე შეტყობინება, რომელსაც ღებულობთ ელფოსტაზე ან SMS-ით, იმის თაობაზე, რომ თქვენ მოიგეთ ლატარია, ან თქვენი ანგარიში დაბლოკილია. თანხის მისაღებად ან ანგარიშიდან ბლოკის მოსახსნელად მითითებულ ბმულზე შესვლას გთხოვენ, სადაც უნდა შეიყვანოთ პირადი და საბანკო მონაცემები.
შეიძლება თქვენ ან თქვენს ნაცნობებს ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც საეჭვო შეტყობინება მოგივიდათ Messenger-სა თუ WhatsApp-ზე, სადაც გეკითხებიან, ეს შენ ხარ ამ ვიდეოში. თქვენ დაუფიქრებლად გახსენით ბმული და გაავრცელოთ ვირუსი, რომლის მიზანიც გარკვეული სისტემების დაზიანება ან ინფორმაციის მოპოვებაა. სოციალურ ქსელებში ან მესენჯერში ხშირად შეგხვდებათ მაღალანაზღაურებადი დისტანციური სამსახურის შეთავაზება, რომლის დასაწყებადაც ითხოვენ რეგისტრაციის საფასურს ან პირად დოკუმენტაციას. ასეთი სამუშაო რეალურად არ არსებობს და თუ თქვენ მიყევით მათ ინსტრუქციებს, არსებობს საფრთხე, რომ დააკარგოთ თანხა. Online medიის რეგულირება კი უფრო რთულია, რადგან ინტერნეტი მსოფლიო ქსელია და ნაკლებად ცენტრალიზებულია. აქ ინფორმაციის მომხმარებლები და გამავრცელებლებიც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს. თუმცა შეძლების დაგვარად აქ იყენებენ საერთაშორისო კანონმდებლობას, საინფორმაციო თუ სოციალური პლატფორმების თვითრეგულირებას, ალგორითმულ მონიტორინგს და კანონებს, მაგალითად ციფრული სერვისების აქტს. შეიზღუდოს ცუდ ინფორმაციის გავრცელება, გაძლიერდეს პირადი მონაცემების დაცვა და განისაზღვროს კონტენტის რეგულირების წესები. მედიის მთავარ გამოწვევას დღეს ბალანსის მოძებნა, სიტყვის თავისუფლება და პასუხისმგებლობა წარმოადგენს. აქვე გვინდა გავიხსენოთ ეგრეთ წოდებული clickbait-ი. თაღლითები ქმნიან მიმზიდველ სათაურებს, რომლებიც გპირდებიან ფულს, საჩუქრებს ან გათამაშებებს. მაგალითად, მოიგეთ მილიონი ლარი დღესვე, ან უფასო ტექნიკა მხოლოდ დღეს. ამ ბმულებზე გადასვლის შემდეგ ან პირად ინფორმაციას მოითხოვენ, ან ვირუსულ ფაილებს აგზავნიან. Clickbaits იყენებენ ისინიც, ვისაც სურთ მათი გვერდის ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა. მაგალითად, სენსაციური სათაურების ქვეშ სტატიის სრულ ტექსტს გთავაზობენ პირველ კომენტარში, სადაც რეალურად არაფერი არ გვხვდებათ, ან ნახავთ რაღაც უმნიშვნელო ინფორმაციას, რაც განსხვავდება თქვენი მოლოდინებისგან. შედეგად, თაღლითების გვერდის მნახველთა რაოდენობა იზრდება, ან ამ ფორმით ისინი აგროვებენ გარკვეულ ინტერესის მქონე მოხმარებლების შესახებ ინფორმაციას, რომ შემდეგ გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის. და როგორ დავიცვათ თავი, ამაში კი დაგვეხმარება ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები. ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია ოფიციალურ ვებსაიტებზე და სანდო წყაროებში. არასდროს შეიყვანოთ საბანკო ან პირადი მონაცემების საეჭვო ბმულზე. ყურადღება მიაქციეთ გვერდების შექმნის თარიღს და გამომწერების რაოდენობას. თაღლითური გვერდები ხშირად ახალი შექმნილია და ცოტა გამომწერი ჰყავს. არ გახსნათ უცნობი ფაილები ან ბმულები ელფოსტაზე ან მესენჯერში. გამოიყენეთ ძლიერი პაროლები, ასევე დააყენეთ ანტივირუსი და განაახლეთ სისტემები. თუ უკვე შეიყვანეთ პირადი ინფორმაცია ყალბ ვებგვერდზე, დაუყოვნებლივ დაბლოკეთ თქვენი საბანკო ბარათი და დაუკავშირდით ბანკს. ინტერნეტ თაღლითობა აზიანებს არა მარტო კერძო პირებს, არამედ კომპანიებსაც. საინტერესოა, როგორც ცდილობენ კომპანიები, კერძოდ ტექნოლოგიური და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას. პირველ რიგში კომპანიები მუდმივად ასრულებენ სისტემურ მონიტორინგს, მუდმივად თვალყურს ადევნებენ ონლაინ სივრცეს, რათა დროულად გამოაღვიდნენ ყალბი გვერდები, თაღლითური შეთავაზებები და ფსევდო-აქციები, რომლებიც ვითომ მათი სახელით ქვეყნდება. ამისთვის იყენებენ სპეციალურ პროგრამებს და ხელოვნურ ინტელექტს, რომლებიც ავტომატურად პოულობს და ბლოკავს საეჭვო მასალებს. დიდი ყურადღება ექცევა ასევე კომუნიკაციას მომხმარებლებთან. კომპანიები აქტიურად იყენებენ საინფორმაციო კამპანიებს, ავრცელებენ რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს, რათა მომხმარებლები იყვნენ დაცულნი და თავიდან აიცილონ თაღლითობა. მაგალითად, ტექნიკის მაღაზიები, ბანკები და სოციალური ქსელები ხშირად ავრცელებენ შეტყობინებებს, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ფიშინგი და ყალბის შეთავაზებები. კომპანიები ასევე იყენებენ უსაფრთხოების სისტემებს. მათ ვებსაიტებსა და აპლიკაციებში არის ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, უსაფრთხო კავშირი. ასევე მუდმივად იყენებენ კრიპტოგრაფულ დაცვის მექანიზმებს, რათა ინფორმაციის მოპოვება მაქსიმალურად გაუჭირდეთ თაღლითებს.
ფინანსურ ორგანიზაციებს, მაგალითად ბანკებს, აქვთ თაღლითობის ამოცნობის სისტემები, რომლებიც რეალურ დროში ამოწმებენ ტრანზაქციებს, ამოიცნობენ საჭმელ მოქმედებებს და საჭიროების შემთხვევაში დაბლოკავენ ტრანზაქციას, ან დამატებითი იდენტიფიკაციას ითხოვენ. ამ მეთოდებით კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად დაიცვან მომხმარებლები და შეამცირონ თაღლითობის გავრცელება. ჩვენი გადაცემის თემა სულ ეს იყო, მე კი დაგემშვიდობებით. მადლობა მოსმენისთვის. გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ, პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლიბიის საერთაშორისო მხარდაჭერით. თქვენი გვადევნებთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ილუსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.